ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 335 ახალგაზრდა საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა. დამსწრეებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი. დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში საზოგადოებას ასევე წარადგინა საბავშვო უნივერსიტეტი, რომელიც იმერეთის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მე-9-მე-12 კლასების მოსწავლეებს შაბათ-კვირას ლექციებს შესთავაზებს. მადლობა მსურს გადაუხადო ყველა მათ მასწავლებელს და მშობელს, ვინაიდან ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თითოეული მათი წარმატება ზუსტად ამ ადამიანების უზარმაზარი ძალისხმევის შედეგია. ძალიან მოხარული ვართ, რომ წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიაზე ჩვენ დღეს გავაჟღერეთ ახალი ინიციატივა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაფუძნდება საბავშვო უნივერსიტეტი. საბავშვო უნივერსიტეტის მთავარი მიზანია კიდევ უფრო ჭიდრო, აქტიური გახადოს კონტაქტი სკოლებთან, ჩვენ ველით სკოლის მოსწავლეებს საინტერესო თემატიკით.